მე ვიცოდი, რომ ის შეცვლიდა საქართველოს, ამბობს 90 წლის კაცი, ხელები დღესაც უცახცახებს, როცა ნიკო ნიკოლაძეს იხსენებს. ეს კაცი იყო ნიკოს ახლობელი თანამშრომელი ფოთის სპორტის მშენებლობაზე და მან ნახა ის, რაც ისტორიის წიგნებში არ არის ჩაწერილი. ყოველ დილას, როცა მზე ამოდიოდა შავი ზღვის თავზე, ნიკო დგებოდა პორტის მშენებარე ნაპირზე და იტყოდა, აქ იქნება საქართველოს კარი ევროპისკენ. არა უბრალოდ პორტი, არამედ კარი ცივილიზაციისკენ. რა ხედავდა ეს კაცი, რასაც სხვები ვერ ხედავდნენ? რატომ სწამდა, რომ პატარა საქართველო შეიძლებოდა გამხდარიყო ევროპული ქვეყანა მე-19 საუკუნეში? და რატომ 140 წლის შემდეგ ჩვენ კვლავ საუბრობთ იმავე სიზმრებზე, რომლებზეც ნიკო ნიკოლაძე საუბრობდა? 1821 წელს, როცა ნიკო ნიკოლაძე დაიბადა დიდუბეში, საქართველო იყო იმპერიის პერიფერია. თბილისი იყო პატარა ქალაქი, სადაც ევროპული ტექნოლოგიები ჟღერდა როგორც ზღაპარი. მაგრამ ნიკოს ოჯახი იყო განსხვავებული. მისი მამა გიორგი ნიკოლაძე იყო განათლებული კაცი, რომელიც კითხულობდა ევროპულ გაზეთებს და ესაუბრებოდა შვილს იმ სამყაროზე, სადაც მატარებლები მიდიოდნენ 50 კმ/სთ, სადაც ქალაქები ნათდებოდა გაზის ლამპებით, სადაც ადამიანები აშენებდნენ ხიდებს, რომლებიც ჰგავდა ხელოვნების ნაწარმოებებს. მამა მეუბნებოდა, იხსენებდა მოგვიანებით ნიკო, რომ საქართველოს აქვს ორი გზა, ან დარჩება წარსულში, ან გაიხსნება მომავლისკენ. რომელ გზას აირჩევდა ეს ბიჭი, რომელიც ჯერ კიდევ არ იცოდა, რომ მისი არჩევანი შეცვლიდა მთელი ქვეყნის ბედს? 1829 წელს, 8 წლის ნიკო პირველად ნახა რუსულ ჯარისკაცებს თბილისის ქუჩებში. ისინი მიდიოდნენ სწორ რიგებში, ტარებდნენ თანამედროვე იარაღს და პატარა ბიჭისთვის ეს იყო პირველი შეხება იმ სამყაროსთან, რომელიც განსხვავდებოდა ქართული ყოფისგან. მაგრამ ნიკოს მამა უხსნიდა, ძალა არ არის ყველაფერი, შვილო. ჭკუა არის ძალაზე ძლიერი. ეს ფრაზა გახდებოდა ნიკოს მთელი ცხოვრების დევიზი. მან დაიწყო სწავლა თბილისის გიმნაზიაში, სადაც სწავლობდნენ როგორც ქართველი, ისე რუსი და სომეხი ბავშვები. ნიკო იყო საუკეთესო მოსწავლე მათემატიკასა და ფიზიკაში. მასწავლებლები ამბობდნენ, რომ ეს ბიჭი ხედავდა რიცხვებში იმას, რასაც სხვები ვერ ხედავდნენ, მომავალს. როცა თანაკლასელები თამაშობდნენ ეზოში, ნიკო კითხულობდა წიგნებს ევროპული მეცნიერების შესახებ. რა ოცნებობდა ეს 14 წლის ბიჭი, როცა კითხულობდა ნიუტონისა და გალილეოს შესახებ? 1835 წელს ნიკო ნიკოლაძემ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც შეცვლიდა მის ბედს. მან უთხრა მშობლებს, მინდა წავიდე პეტერბურგში, სწავლა გავაგრძელო უნივერსიტეტში. ეს იყო გამბედაობა იმ დროისთვის. თბილისიდან პეტერბურგამდე მგზავრობა გრძელდებოდა თვეობით, ფული იყო საჭირო და არავინ იცოდა, როგორ მიიღებდნენ ქართულ ბიჭს რუსეთის დედაქალაქში. მაგრამ ნიკოს მამამ დაინახა შვილის თვალებში ის ცეცხლი, რომელსაც ვერ ჩააქრობდი. წადი, უთხრა მან და დაიმახსოვრე, შენ არ მიდიხარ მხოლოდ საკუთარი თავისთვის. შენ მიდიხარ საქართველოსთვის. როგორ გრძნობდა თავს 21 წლის ნიკო, როცა პირველად დაინახა პეტერბურგის ქუჩები, სადაც ყველაფერი იყო განსხვავებული, არქიტექტურა, ადამიანები, ცხოვრების რიტმი. და რატომ ეს ქალაქი არ აღაფრთოვანებდა მას ისე, როგორც ოცნებობდა? პეტერბურგის უნივერსიტეტში ნიკო ჩაირიცხა საინჟინრო ფაკულტეტზე. მან იცოდა, რომ საქართველოს სჭირდებოდა არა მხოლოდ პოეტები და ფილოსოფოსები, არამედ ინჟინრები, რომლებიც აშენებდნენ გზებს, ხიდებს, პორტებს. მაგრამ უნივერსიტეტში ნიკო აღმოაჩენდა რაღაც უფრო მნიშვნელოვანს, იდეებს. 1836 წელს პეტერბურგი იყო იდეების ქვაბი. სტუდენტები საუბრობდნენ თავისუფლებაზე, რეფორმებზე, იმაზე, თუ როგორ უნდა შეცვლილიყო იმპერია. ნიკო ესწრებოდა საიდუმლო შეხვედრებს, სადაც ახალგაზრდები კითხულობდნენ აკრძალულ წიგნებს და ესაუბრებოდნენ იმაზე, რაზეც ხმამაღლა საუბარი იყო საშიში. მან იქ გაიცნო რუსი, პოლონელი, უკრაინელი სტუდენტები, რომლებიც ყველანი ოცნებობდნენ ცვლილებებზე. ჩვენ ვართ თაობა, რომელიც შეცვლის ამ იმპერიას, ამბობდა ნიკოს მეგობარი რუსი სტუდენტი ალექსანდრე. მაგრამ ნიკო ფიქრობდა სხვაზე, როგორ შეცვლიდა ის საქართველოს, რომელიც იყო ათასობით კილომეტრით დაშორებული ამ დისკუსიებისგან. 1839 წელს ნიკო ნიკოლაძემ დაასრულა უნივერსიტეტი საუკეთესო შეფასებებით. მას შესთავაზეს დარჩენილიყო პეტერბურგში, მუშაობა გაეგრძელებინა იმპერიის საინჟინრო პროექტებზე, ჰქონოდა კარიერა, ფული, პატივი. მაგრამ ნიკო უარი თქვა. მე უნდა დაუბრუნდე საქართველოში, უთხრა მან პროფესორს, რომელიც ცდილობდა დაერწმუნებინა დარჩენილიყო. რატომ? ჰკითხა პროფესორმა. იქ არაფერია, არც ინდუსტრია, არც პროექტები, არც მომავალი. ნიკომ უპასუხა, სწორედ ამიტომ უნდა წავიდე.
იქ, სადაც არაფერია, შეიძლება ყველაფრის აშენება. ეს იყო ის მომენტი, როცა ნიკო ნიკოლაძემ გააკეთა არჩევანი, რომელიც განსაზღვრავდა მის მთელ ცხოვრებას. მაგრამ დაბრუნებული თბილისი არ იყო მზად მისი იდეებისთვის. როცა ნიკო ესაუბრებოდა ადგილობრივ ჩინოვნიკებს რკინიგზის მშენებლობის შესახებ, ისინი იცინოდნენ, რკინიგზა? საქართველოში. ეს არის ფანტაზია. როგორ გრძნობდა თავს 30 წლის ინჟინერი, რომელიც ნახა ევროპული ტექნოლოგიები და ახლა უნდა ებრძოლა უმეცრებას საკუთარ ქვეყანაში. მაგრამ ნიკო არ დანებდა. 1841 წელს მან დაიწყო წერა. თუ ვერ შეეძლო მაშინვე აეშენებინა რკინიგზები და პორტები, მას შეეძლო ეწერა მათ შესახებ, ეხსნა ადამიანებისთვის, რატომ იყო ეს საჭირო. მან დაიწყო სტატიების გამოქვეყნება ქართულ გაზეთებში. მისი სტატიები იყო განსხვავებული ყველაფრისგან, რასაც ქართველები კითხულობდნენ. ნიკო არ წერდა პოეტურად ან აბსტრაქტულად. ის წერდა კონკრეტულად, საქართველოს სჭირდება რკინიგზა თბილისიდან ფოთამდე. ეს რკინიგზა დაჯდება 2 მილიონ რუბლს. ის გადაიტანს წელიწადში 100,000 ტონა ტვირთს. ეს ნიშნავს, რომ ქართული ღვინო და მარცვლეული მივა ევროპულ ბაზრებზე. ეს ნიშნავს სამუშაო ადგილებს, ეს ნიშნავს განვითარებას. ადამიანები კითხულობდნენ და იწყებდნენ ფიქრს, იქნებ ეს ახალგაზრდა ინჟინერი მართალი იყო. იქნებ საქართველოს მართლა შეეძლო გამხდარიყო თანამედროვე ქვეყანა? 1857 წელს ნიკო ნიკოლაძემ მიიღო წერილი, რომელიც შეცვლიდა მის ცხოვრებას. წერილი იყო პარიზიდან. ერთ-ერთმა ფრანგმა ჟურნალისტმა წაიკითხა ნიკოს სტატია, რომელიც თარგმნილი იყო რუსულად და დაინტერესდა ამ ქართველი ინჟინერით, რომელიც წერდა ევროპული ტექნოლოგიების შესახებ. მოდით პარიზში, წერდა ჟურნალისტი, აქ თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ის, რაზეც წერთ. აქ თქვენ შეგიძლიათ შეხვდეთ ადამიანებს, რომლებიც აშენებენ ევროპის მომავალს. ნიკომ არ დააყოვნა. მან გაყიდა ყველაფერი, რაც ჰქონდა, აიღო ფული მგზავრობისთვის და გაემგზავრა პარიზში. ეს იყო 1848 წელი, ევროპა იყო რევოლუციების წელი. პარიზის ქუჩებში ადამიანები აშენებდნენ ბარიკადებს და ებრძოდნენ მონარქიას. ნიკო აღმოჩნდა ამ ყველაფრის შუაგულში. მან ნახა, როგორ იბრძოდნენ ფრანგები თავისუფლებისთვის, როგორ აშენებდნენ ახალ საზოგადოებას. და მან იფიქრა, რატომ არ შეუძლია საქართველოს ეს. პარიზში ნიკო გაიცნო ადამიანები, რომლებიც გახდებოდნენ მისი მთელი ცხოვრების მეგობრები და მენტორები. პირველი იყო ალექსანდრე დიუმა, ცნობილი მწერალი. დიუმა მოხიბლული იყო ამ ახალგაზრდა ქართველით, რომელიც საუბრობდა ევროპული ტექნოლოგიების შესახებ ისეთი გატაცებით, თითქოს ესაუბრებოდა პოეზიაზე. თქვენ ხართ რომანტიკოსი პროგრესის, უთხრა დიუმამ ნიკოს. მაგრამ რომანტიკა არ არის საკმარისი. თქვენ გჭირდებათ ძალა, ფული, კავშირები. დიუმამ გააცნო ნიკო ფრანგ ინჟინრებს, ბიზნესმენებს, პოლიტიკოსებს. ნიკო დადიოდა პარიზის ქარხნებში, ხედავდა ორთქლის ძრავებს, ნახა როგორ აშენებდნენ ფრანგები რკინიგზებს. ყოველი დღე იყო აღმოჩენა. მაგრამ ყოველ საღამოს, როცა ბრუნდებოდა თავის პატარა ოთახში, ნიკო ფიქრობდა საქართველოზე. როგორ გადაეტანა ეს ყველაფერი იქ? როგორ დაერწმუნებინა ქართველები, რომ მათ შეეძლოთ ეს? 1859 წელს ნიკო ნიკოლაძე შეხვდა ადამიანს, რომელიც გახდებოდა მისი უდიდესი შთაგონების წყარო, ვიქტორ ჰიუგოს. ჰიუგო იყო არა მხოლოდ დიდი მწერალი, არამედ პოლიტიკური აქტივისტი, რომელიც იბრძოდა სოციალური სამართლიანობისთვის. როცა ნიკო პირველად შევიდა ჰიუგოს სახლში, მან დაინახა კედლებზე ჩამოკიდებული რუკები, ევროპის რუკები, სადაც მონიშნული იყო რკინიგზები, პორტები, ქარხნები. ეს არის ცივილიზაციის რუკა, უთხრა ჰიუგომ ნიკოს. ყოველი ხაზი ამ რუკაზე არის კავშირი ადამიანებს შორის. რაც მეტი კავშირია, მით უფრო ძლიერია ცივილიზაცია. ნიკო უყურებდა რუკას და ეძებდა საქართველოს. ის იყო იქ, პატარა წერტილი შავი ზღვისა და კასპიის ზღვის შუა. თქვენი ქვეყანა, თქვა ჰიუგომ, არის ხიდი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. თუ თქვენ ააშენებთ ამ ხიდს, თქვენ შეცვლით არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელ რეგიონს. ეს იყო ის მომენტი, როცა ნიკო ნიკოლაძემ დაინახა თავისი მისია სრულად. მან უნდა დაებრუნებინა საქართველოს და აეშენებინა ის ხიდი, რომელზეც ვიქტორ ჰიუგო საუბრობდა. მაგრამ როგორ? პარიზში ნიკო ნიკოლაძე დარჩა 2 წელი. ამ 2 წლის განმავლობაში მან შეისწავლა ყველაფერი, რაც შეეძლო ევროპული ინჟინერიის, ეკონომიკის, პოლიტიკის შესახებ. მან დაესწრო ლექციებს სორბონაში, იმუშავა ფრანგულ საინჟინრო კომპანიებში, შეხვდა ევროპის წამყვან ინტელექტუალებს.
მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ მან შექმნა ქსელი, კავშირები ადამიანებთან, რომლებიც შეეძლოთ დახმარება საქართველოს განვითარებაში. ფრანგი ინჟინრები, რომლებიც აშენებდნენ რკინიგზებს. ბელგიელი ბიზნესმენები, რომლებიც აფინანსებდნენ პორტების მშენებლობას. ბრიტანელი ექსპერტები, რომლებიც იცოდნენ ყველაფერი საზღვაო ვაჭრობის შესახებ. ნიკო იცოდა, რომ საქართველოს არ ჰქონდა საკმარისი რესურსები თავად ყველაფრის ასაშენებლად. მას სჭირდებოდა ევროპული ინვესტიციები, ევროპული ტექნოლოგიები, ევროპული ცოდნა. და ის ქმნიდა იმ ქსელს, რომელიც ამას შესაძლებელს გახდიდა. 1850 წელს, როცა ნიკო ემზადებოდა დაბრუნებულიყო საქართველოში, ვიქტორ ჰიუგო უთხრა მას: თქვენ აბრუნებთ არა მხოლოდ იდეებს, არამედ პასუხისმგებლობას. თქვენ ხართ ხიდი ორ სამყაროს შორის. ნუ დაივიწყებთ ამას. ნიკო არასოდეს დაივიწყებდა. დაბრუნებული თბილისი იყო ისევ ის პატარა, ნელი ქალაქი, რომელიც ნიკომ დატოვა. მაგრამ ნიკო იყო განსხვავებული. მას ჰქონდა გეგმა. 1851 წელს მან დაიწყო მუშაობა თავის პირველ დიდ პროექტზე, რკინიგზის მშენებლობა თბილისიდან ფოთამდე. ეს იყო ამბიციური პროექტი. რკინიგზა უნდა გადალახავდა მთებს, მდინარეებს, უნდა გაელო რთული რელიეფით. მაგრამ ნიკო იცოდა, რომ ეს იყო აუცილებელი. ფოთი იყო საქართველოს ერთადერთი პორტი შავ ზღვაზე, მაგრამ ის იყო იზოლირებული. ტვირთები ფოთიდან თბილისამდე მიდიოდა 2 კვირის განმავლობაში ურმებით. რკინიგზა შეამცირებდა ამ დროს ერთ დღემდე. ეს ნიშნავდა, რომ ქართული პროდუქცია შეიძლებოდა სწრაფად მიეტანა ევროპულ ბაზრებზე. ეს ნიშნავდა ეკონომიკურ ზრდას, სამუშაო ადგილებს, კეთილდღეობას. მაგრამ როცა ნიკო წარუდგინა თავის გეგმას ადგილობრივ ხელისუფლებას, მან მიიღო უარი. ეს ძალიან ძვირია, უთხრეს მას. ეს ძალიან რთულია. ჩვენ არ გვაქვს ფული. ნიკო არ დანებდა. თუ ქართული ხელისუფლება არ აფინანსებდა პროექტს, მან უნდა ეპოვა ფული სხვაგან. ნიკო ნიკოლაძემ გამოიყენა თავისი პარიზული კავშირები. მან დაწერა წერილები ფრანგ და ბელგიელ ინვესტორებს, აუხსნა მათ, რატომ იყო საქართველო მომგებიანი ინვესტიცია. საქართველო არის კარი აზიისკენ, წერდა ნიკო. ვინც აკონტროლებს საქართველოს ტრანსპორტულ არტერიებს, აკონტროლებს ვაჭრობას ევროპასა და აზიას შორის. ეს იყო არგუმენტი, რომელიც მუშაობდა. 1852 წელს ბელგიური კომპანია დაინტერესდა პროექტით. ისინი გამოგზავნეს ინჟინრებს საქართველოში, რომ შეეფასებინათ პროექტის ფასი და სირთულე. ნიკო თავად უძღვებოდა ამ ინჟინრებს მთელს მარშრუტზე თბილისიდან ფოთამდე. ისინი დადიოდნენ მთებში, ზომავდნენ მდინარეებს, შეისწავლიდნენ ნიადაგს. ბელგიელი ინჟინრები იყვნენ სკეპტიკურები. ეს არის ძალიან რთული, ამბობდნენ ისინი. მაგრამ ნიკო მათ აჩვენებდა, რომ ყველაფერი იყო შესაძლებელი. მან მათ აჩვენა ადგილები, სადაც შეიძლებოდა ხიდების მშენებლობა. მან მათ აჩვენა მარშრუტები, რომლებიც ამცირებდა სირთულეს. და ნელ-ნელა ბელგიელი ინჟინრები იწყებდნენ რწმენას, რომ ეს პროექტი იყო შესაძლებელი. 1853 წელს ბელგიურმა კომპანიამ დაეთანხმა პროექტის დაფინანსებას. ეს იყო ნიკო ნიკოლაძის პირველი დიდი გამარჯვება. მაგრამ ეს იყო მხოლოდ დასაწყისი. რკინიგზის მშენებლობა დაიწყო 1854 წელს. ეს იყო გიგანტური პროექტი. ასობით მუშები მუშაობდნენ ყოველდღე, აშენებდნენ ხიდებს, თხრიდნენ გვირაბებს, აგებდნენ სადგურებს. ნიკო ნიკოლაძე იყო პროექტის ტექნიკური ხელმძღვანელი. ის ყოველდღე იყო მშენებლობაზე, აკონტროლებდა ყოველ დეტალს, უზრუნველყოფდა, რომ ყველაფერი კეთდებოდა სწორად. მაგრამ მშენებლობა არ იყო მარტივი. მთებში მუშაობა იყო საშიში. მუშები ხშირად იღუპებოდნენ უბედური შემთხვევებისას. ფული ხშირად არ ყოფნიდა და ნიკოს უწევდა ახალი ინვესტორების ძებნა. ადგილობრივი მოსახლეობა ხშირად ეწინააღმდეგებოდა მშენებლობას, რადგან რკინიგზა გადიოდა მათ მიწებზე. ნიკო უწევდა მოლაპარაკება, დარწმუნება, ხსნა. ის იყო არა მხოლოდ ინჟინერი, არამედ დიპლომატი, მენეჯერი, ლიდერი. 1856 წელს, 5 წლის მშენებლობის შემდეგ, რკინიგზა თბილისიდან ფოთამდე იყო მზად. პირველი მატარებელი გაემგზავრა თბილისიდან ფოთისკენ 1857 წლის იანვარში. ნიკო ნიკოლაძე იყო ამ მატარებელში. როცა მატარებელი შევიდა ფოთის სადგურზე, ასობით ადამიანი ელოდა. ისინი ტაშდნენ, იღიმებოდნენ, ზეიმობდნენ. ეს იყო ისტორიული მომენტი. საქართველო შევიდა თანამედროვე ეპოქაში.
მაგრამ ნიკოსთვის ეს იყო მხოლოდ პირველი ნაბიჯი. მას ჰქონდა უფრო დიდი გეგმები. რკინიგზის წარმატების შემდეგ ნიკო ნიკოლაძე გახდა ცნობილი მთელს რუსეთის იმპერიაში. მას იწვევდნენ პეტერბურგში, მოსკოვში, სხვა ქალაქებში, რომ ეკონსულტირებინა სხვა რკინიგზის პროექტებზე. მაგრამ ნიკო არ აინტერესებდა კარიერა იმპერიაში. მას აინტერესებდა საქართველო. 1848 წელს მან დაიწყო მუშაობა თავის შემდეგ დიდ პროექტზე, ფოთის პორტის მოდერნიზაცია. ფოთის პორტი იყო ძველი, პატარა, არაეფექტური. ის ვერ იტევდა დიდ გემებს, ვერ ამუშავებდა დიდ ტვირთების მოცულობას. ნიკო იცოდა, რომ თუ საქართველო ნამდვილად უნდა გამხდარიყო ვაჭრობის ცენტრი, ფოთის პორტი უნდა გამხდარიყო თანამედროვე ევროპული დონის პორტი. მან შეიმუშავა გეგმა, ახალი ნავსადგურები, თანამედროვე ამწეები, საწყობები, რკინიგზის პირდაპირი კავშირი პორტთან. ეს იყო კიდევ უფრო ამბიციური პროექტი, ვიდრე რკინიგზა. და კიდევ ერთხელ ნიკოს მოუწია ებრძოლა ბიუროკრატიას, უმეცრებას, სკეპტიციზმს. მაგრამ ახლა მას ჰქონდა რაღაც, რაც არ ჰქონდა ადრე, რეპუტაცია. ის იყო კაცი, რომელმაც ააშენა რკინიგზა. ის იყო კაცი, რომელიც ასრულებდა დაპირებებს. ფოთის პორტის მოდერნიზაციის პროექტი დაიწყო 1859 წელს. ნიკო ნიკოლაძე კვლავ იყო ტექნიკური ხელმძღვანელი. მან მოიწვია ბრიტანელი ინჟინრები, რომლებსაც ჰქონდათ გამოცდილება პორტების მშენებლობაში. მან მოიწვია ჰოლანდიელი ექსპერტები, რომლებიც იცოდნენ, როგორ აეშენებინათ ნავსადგურები ჭაობიან ადგილებში. ფოთი იყო რთული ადგილი პორტის მშენებლობისთვის, ჭაობები, დაბალი ნიადაგი, ხშირი წყალდიდობები. მაგრამ ნიკო და მისი გუნდი გადალახეს ყველა სირთულე. ისინი ააშენეს ახალი ნავსადგურები, დააინსტალირეს თანამედროვე ამწეები, შექმნეს საწყობების სისტემა. 1851 წელს ფოთის პორტი გახდა ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე პორტი შავ ზღვაზე. გემები ევროპიდან, თურქეთიდან, სპარსეთიდან მოდიოდნენ ფოთში. ქართული ღვინო, მარცვლეული, მადანი ექსპორტირდებოდა მთელ მსოფლიოში. ფოთი გახდა ის, რაც ნიკო ნიკოლაძე ოცნებობდა, საქართველოს კარი ევროპისკენ. მაგრამ ნიკოს არ ყოფნიდა. მას ჰქონდა კიდევ უფრო დიდი ხედვა. 1852 წელს ნიკო ნიკოლაძე დაბრუნდა პარიზში. ამჯერად არა როგორც სტუდენტი, არამედ როგორც აღიარებული ინჟინერი და რეფორმატორი. მას მოიწვიეს საერთაშორისო ინჟინერიის კონფერენციაზე, სადაც ის უნდა ეპრეზენტირებინა საქართველოს განვითარების გამოცდილება. ნიკოს პრეზენტაცია იყო სენსაცია. ის ესაუბრებოდა იმაზე, თუ როგორ შეიძლებოდა პატარა, ღარიბი ქვეყნის ტრანსფორმაცია თანამედროვე ინდუსტრიულ ქვეყნად. ის ესაუბრებოდა იმაზე, თუ როგორ შეიძლებოდა ევროპული ტექნოლოგიების ადაპტაცია ადგილობრივ პირობებში. ის ესაუბრებოდა იმაზე, თუ როგორ შეიძლებოდა ინვესტიციების მოზიდვა და ეფექტური გამოყენება. ევროპელი ინჟინრები და ეკონომისტები უსმენდნენ მას აღფრთოვანებით. ბევრი მათგანი არ იცოდა საერთოდ, სად იყო საქართველო. მაგრამ ახლა ისინი საუბრობდნენ საქართველოზე როგორც წარმატების ისტორიაზე. ნიკო ნიკოლაძე გახდა საქართველოს ელჩი ევროპაში. მაგრამ ის იყო განსხვავებული ელჩი, ის არ წარმოადგენდა მონარქს ან იმპერიას. ის წარმოადგენდა იდეას იმის შესახებ, რომ პატარა ერს შეეძლო დიდი რამის გაკეთება, თუ ჰქონდა ხედვა, ნება და ინტელექტი. პარიზში ყოფნისას ნიკო ნიკოლაძე კვლავ შეხვდა ვიქტორ ჰიუგოს. ჰიუგო იყო ახლა ძველი, მაგრამ კვლავ აქტიური და გავლენიანი. როცა ჰიუგომ გაიგო ნიკოს მიღწევების შესახებ, ის იყო ამაკი. თქვენ გააკეთეთ ის, რაზეც ვსაუბრობდით, უთხრა ჰიუგომ ნიკოს. თქვენ ააშენეთ ხიდი. მაგრამ შემდეგ ჰიუგომ დაუსვა კითხვა, რომელიც აიძულებდა ნიკოს ფიქრს, მაგრამ ხიდი არის მხოლოდ დასაწყისი. რა არის თქვენი შემდეგი ნაბიჯი? როგორ შეცვლით თქვენ არა მხოლოდ საქართველოს ინფრასტრუქტურას, არამედ საქართველოს საზოგადოებას? ეს იყო კითხვა, რომელზეც ნიკო ფიქრობდა უკვე რამდენიმე წელი. ის იცოდა, რომ რკინიგზები და პორტები იყო მნიშვნელოვანი, მაგრამ ისინი არ იყო საკმარისი. საქართველოს სჭირდებოდა განათლება, სჭირდებოდა თავისუფალი პრესა, სჭირდებოდა სამოქალაქო საზოგადოება. საქართველოს სჭირდებოდა არა მხოლოდ ტექნოლოგიური, არამედ სოციალური და პოლიტიკური რეფორმები. და ნიკო ნიკოლაძე გადაწყვიტა, რომ ეს იქნებოდა მისი შემდეგი მისია. დაბრუნებული საქართველოში, ნიკო ნიკოლაძე დაიწყო ახალი ფაზა თავის საქმიანობაში. 1854 წელს მან დააარსა გაზეთი დროება. ეს იყო პირველი ქართული გაზეთი, რომელიც არ იყო მხოლოდ ლიტერატურული, არამედ პოლიტიკური და ეკონომიკური.
დროება წერდა რეფორმების შესახებ, განათლების შესახებ, ეკონომიკური განვითარების შესახებ. ნიკო თავად წერდა სტატიებს, სადაც ის აკრიტიკებდა ბიუროკრატიას, მოითხოვდა რეფორმებს, მოუწოდებდა ქართველებს ფიქრს და მოქმედებას. დროება გახდა ხმა იმ თაობისა, რომელიც ოცნებობდა თანამედროვე საქართველოზე. მაგრამ ეს ხმა არ მოსწონდა ყველას. იმპერიის ხელისუფლება ხედავდა დროებაში საფრთხეს. ისინი ცდილობდნენ გაზეთის დახურვას, ნიკოს დაშინებას. მაგრამ ნიკო არ შეშინდა. ის აგრძელებდა წერას, აგრძელებდა ბრძოლას იდეებით. რატომ ეს კაცი, რომელსაც შეეძლო ჰქონოდა მშვიდი, კომფორტული ცხოვრება, აირჩია ბრძოლა? რა აიძულებდა მას რისკავდა ყველაფერს იმისთვის, რომ ეთქვა ის, რაც მიაჩნდა სწორად? 1855 წლის ზაფხულში ნიკო ნიკოლაძე იჯდა თავის კაბინეტში თბილისში და კითხულობდა წერილებს, რომლებიც მოდიოდა მთელი საქართველოდან. ახალგაზრდები წერდნენ მას, ეკითხებოდნენ რჩევას, როგორ განეგრძოთ სწავლა, როგორ შეეძლოთ წვლილის შეტანა ქვეყნის განვითარებაში. გლეხები წერდნენ, ეკითხებოდნენ, როგორ გამოეყენებინათ ახალი სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიები. ვაჭრები წერდნენ, ეკითხებოდნენ, როგორ გაეფართოებინათ ბიზნესი ევროპულ ბაზრებზე. ნიკო პასუხობდა ყველას. ის არ იყო მხოლოდ ინჟინერი ან პუბლიცისტი, ის იყო მასწავლებელი მთელი ერისთვის. მაგრამ ერთ წერილში იყო რაღაც, რამაც აიძულა ნიკო გაჩერებულიყო. წერილი იყო ახალგაზრდა ქალისგან, რომელიც წერდა: ბატონო ნიკოლაძე, თქვენ გვასწავლით, როგორ ავაშენოთ რკინიგზები და პორტები. მაგრამ ვინ ასწავლის ჩვენს ქალებს? ვინ აძლევს ჩვენ უფლებას განათლებაზე, მუშაობაზე, თავისუფლებაზე? ეს იყო კითხვა, რომელზეც ნიკო არ ჰქონდა მზა პასუხი. ის ყოველთვის ფიქრობდა ტექნოლოგიებზე, ინფრასტრუქტურაზე, ეკონომიკაზე. მაგრამ ახლა ის ხედავდა, რომ რეფორმა უნდა იყო უფრო ღრმა. რეფორმა უნდა შეეხო არა მხოლოდ გზებს და პორტებს, არამედ ადამიანებს, მათ უფლებებს, მათ ღირსებას. როგორ შეეძლო ნიკოს ეს გაეგო? და რა გააკეთა ის ამის შემდეგ? 1856 წელს ნიკო ნიკოლაძემ დაიწყო ახალი კამპანია დროებაში, კამპანია ქალთა განათლების მხარდასაჭერად. ის წერდა სტატიებს იმის შესახებ, რომ საზოგადოება, რომელიც არ იყენებს ქალების ინტელექტს, კარგავს ნახევარ თავის პოტენციალს. ის წერდა იმის შესახებ, რომ ევროპული ქვეყნები, რომლებიც ყველაზე განვითარებული იყვნენ ის ქვეყნები, სადაც ქალებს ჰქონდათ ცუდომა განათლებაზე. ის მოითხოვდა გოგონებისთვის სკოლების გახსნას, ქალებისთვის უნივერსიტეტების კარების გახსნას. ეს იყო რადიკალური პოზიცია იმ დროისთვის. ბევრი კაცი, მათ შორის ნიკოს მეგობრები, ფიქრობდნენ, რომ ის ზედმეტად შორს მიდიოდა. ნიკო, შენ კარგავ მხარდამჭერებს, ეუბნებოდნენ მას. ადამიანები არ არიან მზად ამისთვის. მაგრამ ნიკო პასუხობდა: თუ ჩვენ ველოდებით, სანამ ყველა იქნება მზად, ჩვენ არასოდეს დავიწყებთ ცვლილებებს. ლიდერის როლი არის არა მიყოლა საზოგადოებას, არამედ მისი წინ წასვლა. 1857 წელს ნიკოს ძალისხმევის წყალობით თბილისში გაიხსნა პირველი გოგონების გიმნაზია. ეს იყო მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი გამარჯვება. ის იყო სიგნალი, რომ საქართველო იცვლებოდა არა მხოლოდ ტექნოლოგიურად, არამედ სოციალურად. მაგრამ ეს იყო მხოლოდ დასაწყისი უფრო დიდი ბრძოლისა. იმავე წელს ნიკო ნიკოლაძე ჩაერთო კიდევ ერთ პროექტში, რომელიც იყო მისთვის პირადად მნიშვნელოვანი, სოფლის განათლების პროგრამა. ის ხედავდა, რომ საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა ცხოვრობდა სოფლებში და ეს ადამიანები იყვნენ მოწყვეტილი ყოველგვარი განათლებისგან. გლეხები არ იცოდნენ კითხვა-წერა, არ იცოდნენ თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო მეთოდები, არ იცოდნენ თავიანთი უფლებები. ნიკო დაიწყო მოგზაურობა სოფლებში. ის მიდიოდა პატარა დასახლებებში, იკრიბებოდა გლეხებთან, ესაუბრებოდა მათ. ის არ ესაუბრებოდა მათ როგორც ზემოდან, როგორც ინტელექტუალი, რომელიც იცის ყველაფერი. ის ესაუბრებოდა მათ როგორც თანასწორს, ისმენდა მათ პრობლემებს, ცდილობდა ეპოვა გადაწყვეტილებები. რა სჭირდებათ თქვენს სოფელს? ეკითხებოდა ნიკო. სკოლა, პასუხობდნენ გლეხები. ექიმი. გზა, რომელიც დაგვაკავშირებს ქალაქთან. ნიკო წერდა ყველაფერს. ის აგროვებდა ინფორმაციას, აანალიზებდა, ქმნიდა გეგმებს. 1858 წელს მან გამოაქვეყნა წიგნის საქართველოს სოფლის განვითარების პროგრამა. ეს იყო დეტალური გეგმა იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლებოდა საქართველოს სოფლების მოდერნიზაცია, სკოლების მშენებლობა, სამედიცინო პუნქტების შექმნა, გზების გაყვანა, თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიების დანერგვა. ეს იყო ამბიციური გეგმა, რომელიც მოითხოვდა დიდ ინვესტიციებს.
მაგრამ ნიკო იცოდა, რომ ეს იყო აუცილებელი. ქვეყანა არ შეიძლებოდა განვითარებულიყო, თუ მისი მოსახლეობის უმეტესობა რჩებოდა სიღარიბესა და უმეცრებაში. მაგრამ ნიკოს გეგმები ეჯახებოდა რეალობას. იმპერიის ხელისუფლება არ აინტერესებდა საქართველოს სოფლების განვითარება. მათ აინტერესებდათ მხოლოდ ის, რაც იყო მომგებიანი იმპერიისთვის: რესურსების ექსტრაქცია, გადასახადების შეგროვება, კონტროლის შენარჩუნება. როცა ნიკო წარუდგენდა თავის პროგრამას ადგილობრივ ხელისუფლებას, ისინი უსმენდნენ თავაზიანად, მაგრამ არაფერს აკეთებდნენ. ეს არის ძალიან ძვირი, ამბობდნენ ისინი. ჩვენ არ გვაქვს ბიუჯეტი ამისთვის. ნიკო ხედავდა, რომ პრობლემა არ იყო ფულში. პრობლემა იყო პრიორიტეტებში. იმპერია არ აინტერესებდა საქართველოს განვითარება როგორც ქვეყნის. მათ აინტერესებდათ საქართველო როგორც რესურსი. ეს იყო ის მომენტი, როცა ნიკო ნიკოლაძე დაიწყო ფიქრი უფრო რადიკალურ იდეებზე. იქნებ პრობლემა იყო არა მხოლოდ ბიუროკრატიაში, არამედ თავად სისტემაში. იქნებ საქართველოს სჭირდებოდა არა მხოლოდ რეფორმები, არამედ ავტონომია. ეს იყო საშიში აზრი იმ დროისთვის. მაგრამ ნიკო არ შეეშინდა საშიში აზრების. 1859 წელს ნიკო ნიკოლაძე კვლავ გაემგზავრა ევროპაში. ამჯერად მისი მიზანი იყო იტალია. იტალია იყო ქვეყანა, რომელიც ახლახან გაერთიანდა, ქვეყანა, რომელიც ებრძოდა თავისი დამოუკიდებლობისთვის. ნიკო უნდა შეხვედროდა იტალიის გაერთიანების გმირებს, ესწავლა მათი გამოცდილება. რომში ის შეხვდა ჯუზეპე გარიბალდის, ლეგენდარული რევოლუციონერის, რომელმაც გაერთიანა იტალია. გარიბალდი იყო ახლა 70 წლის მოხუცი, მაგრამ მისი თვალები კვლავ ანთებდა იმ ცეცხლს, რომელიც ანთებდა მას ახალგაზრდობაში. როცა ნიკო უამბო მას საქართველოს შესახებ, გარიბალდი უსმენდა ყურადღებით. თქვენი ქვეყანა, თქვა გარიბალდიმ, არის როგორც იტალია 40 წლის წინ. პატარა და ყოფილი და პყრობილი. მაგრამ თუ თქვენ გაქვთ ხალხი, რომელიც წამს თავისუფლებაში, თქვენ შეგიძლიათ ყველაფერი. ნიკო ჰკითხა, როგორ დაარწმუნეთ თქვენ იტალიელები, რომ ებრძოლათ? გარიბალდიმ უპასუხა, მე არ დავარწმუნე ისინი სიტყვებით. მე დავარწმუნე ისინი მაგალითით. მე ვიბრძოდი და ისინი დაინახეს, რომ ბრძოლა იყო შესაძლებელი. ეს იყო გაკვეთილი, რომელიც ნიკო არასოდეს დაივიწყებდა. ლიდერი არ არის ის, ვინც საუბრობს. ლიდერი არის ის, ვინც აქცევს სიტყვებს საქმედ. იტალიიდან დაბრუნებული ნიკო ნიკოლაძე იყო შეცვლილი. ის კვლავ სწამდა რეფორმებში, კვლავ სწამდა განათლებაში, ტექნოლოგიებში. მაგრამ ახლა ის ასევე სწამდა, რომ საქართველოს სჭირდებოდა პოლიტიკური ცვლილებები. 1815 წელს მან დაიწყო წერა უფრო პოლიტიკურ თემებზე დროებაში. ის წერდა იმის შესახებ, რომ საქართველოს სჭირდებოდა ავტონომია იმპერიის შიგნით. ის წერდა იმის შესახებ, რომ ქართველებს უნდა ჰქონოდათ უფლება თავად გადაეწყვიტათ საკუთარი ბედი. ეს იყო რადიკალური პოზიცია. იმპერიის ხელისუფლება დაიწყო ნიკოს უფრო ყურადღებით თვალყურისდევნება. მისი გაზეთი რამდენჯერმე იქნა დახურული ცენზურის მიერ. მას ემუქრებოდნენ დაპატიმრებით. მაგრამ ნიკო არ ჩერდებოდა. ის იცოდა, რომ თუ ის გაჩერდებოდა, თუ ის დაშინდებოდა, მაშინ ყველაფერი, რისთვისაც ის იბრძოდა, დაიკარგებოდა. ის იყო ხმა იმ ათასობით ქართველისა, რომლებიც ვერ საუბრობდნენ. და ის არ შეეძლო ამ ხმის ჩაჩუმება. 1851 წელს ნიკო ნიკოლაძე დაიწყო მუშაობა თავის ყველაზე ამბიციურ პროექტზე, საქართველოს ეკონომიკური დამოუკიდებლობის გეგმაზე. ის იცოდა, რომ პოლიტიკური ავტონომია იყო შეუძლებელი ეკონომიკური დამოუკიდებლობის გარეშე. საქართველო იყო დამოკიდებული რუსეთის ბაზარზე, რუსეთის ინვესტიციებზე, რუსეთის ტექნოლოგიებზე. ნიკო უნდა შეეცვალა ეს. მან შეიმუშავა გეგმა, რომელიც მოიცავდა ქართული ინდუსტრიის განვითარებას, ქარხნების მშენებლობას, რომლებიც გადაამუშავებდნენ ადგილობრივ რესურსებს. ქართული ბანკების შექმნას, ფინანსური ინსტიტუტების, რომლებიც დააფინანსებდნენ ადგილობრივ ბიზნესებს. ქართული საგანმანათლებლო სისტემის განვითარებას, უნივერსიტეტების, რომლებიც მოამზადებდნენ ქართველ ინჟინრებს, ექიმებს, მასწავლებლებს. ევროპულ ბაზრებთან პირდაპირი ვაჭრობის გაფართოებას, რათა საქართველო არ იყოს დამოკიდებული მხოლოდ რუსეთზე. ეს იყო ყოვლისმომცველი გეგმა, რომელიც მოითხოვდა 10 წლეულებს განსახორციელებლად. მაგრამ ნიკო იცოდა, რომ თუ ეს გეგმა არ დაიწყებოდა ახლა, ის არასოდეს განხორციელდებოდა. რამდენ ადამიანს ჰქონდა ასეთი ხედვა? რამდენ ადამიანს ჰქონდა ასეთი გამბედაობა ოცნება ასე დიდზე? ნიკოს გეგმა გამოაქვეყნდა დროებაში სერიის სტატიების სახით.
სტატიები იყო დეტალური, კონკრეტული, სავსე რიცხვებით და გათვლებით. ნიკო არ წერდა აბსტრაქტულად. ის წერდა, საქართველოს შეუძლია წელიწადში გამოუშვას 100,000 ტონა ღვინო. ამისთვის საჭიროა 20 ახალი მარნის მშენებლობა. ყოველი მარანი დაჯდება 20,000 რუბლს. სულ 400,000 რუბლი. ეს ინვესტიცია დაბრუნდება 5 წელიწადში. ადამიანები კითხულობდნენ და ხედავდნენ, რომ ეს არ იყო ფანტაზია. ეს იყო რეალური გეგმა, რომელიც შეიძლებოდა განხორციელებულიყო. ახალგაზრდა ქართველი ბიზნესმენები იწყებდნენ ფიქრს, იქნებ ჩვენ მართლა შეგვეძლოს ეს. იქნებ ჩვენ არ უნდა ველოდოთ რუსეთის ნებართვას, არამედ თავად დავიწყოთ. ნიკო ნიკოლაძე ქმნიდა არა მხოლოდ გეგმებს, არამედ მოძრაობას ადამიანების, რომლებიც სწამდათ, რომ საქართველოს შეეძლო დამოუკიდებელი, წარმატებული ქვეყნის გახდომა. 1892 წელს ნიკო ნიკოლაძე მიიღო მოულოდნელი შეთავაზება. რუსეთის იმპერიის მთავრობამ შესთავაზა მას მაღალი თანამდებობა, საქართველოს გუბერნიის ეკონომიკური განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიცია. ეს იყო პრესტიჟული პოზიცია, რომელიც მოიცავდა დიდ ხელფას, ძალაუფლებას, გავლენას. ბევრი ადამიანი ოცნებობდა ასეთ შესაძლებლობაზე. მაგრამ ნიკო იცოდა, რომ ეს იყო ხაფანგი. თუ ის მიიღებდა ამ პოზიციას, ის გახდებოდა ნაწილი იმპერიის სისტემისა. ის უნდა ემორჩილებინა პეტერბურგის ბრძანებებს, ეთამაშა მათი წესებით. ის დაკარგავდა თავის დამოუკიდებლობას, თავის ხმას. ნიკომ უარი თქვა. როცა მეგობრები ჰკითხეს რატომ, მან უპასუხა, რადგან მე არ მინდა ვიყო ნაწილი სისტემისა, რომელიც აკავებს საქართველოს განვითარებას. მე მინდა ვიყო ის, ვინც ცვლის ამ სისტემას. ეს იყო არჩევანი, რომელიც განსაზღვრავდა ნიკოს დარჩენილ ცხოვრებას. ის არჩევდა პრინციპებს ძალაუფლებაზე, იდეებს კომფორტზე, თავისუფლებას უსაფრთხოებაზე. რამდენ ადამიანს აქვს ასეთი გამბედაობა უარი თქვას ძალაუფლებაზე? იმავე წელს ნიკო ნიკოლაძე დაიწყო მუშაობა პროექტზე, რომელიც იყო მისთვის პირადად ძალიან მნიშვნელოვანი, ქართული ენის განვითარება. ის ხედავდა, რომ რუსული ენა ნელ-ნელა ანაცვლებდა ქართულს განათლებაში, ადმინისტრაციაში, ბიზნესში. ახალგაზრდა ქართველები, რომლებიც სწავლობდნენ რუსულ სკოლებში, უკეთ საუბრობდნენ რუსულად, ვიდრე ქართულად. ნიკო იცოდა, რომ ენა არის არა მხოლოდ კომუნიკაციის საშუალება, არამედ კულტურის, იდენტობის, ეროვნული თვითშეგნების საფუძველი. თუ ქართველები დაკარგავდნენ თავიანთ ენას, ისინი დაკარგავდნენ თავიანთ იდენტობას. ნიკომ დაიწყო კამპანია ქართული ენის დაცვისთვის. ის წერდა სტატიებს იმის შესახებ, რომ ქართული ენა უნდა იყოს სწავლების ენა ყველა ქართულ სკოლაში. ის მოითხოვდა ქართული ენის გამოყენებას ადმინისტრაციაში. ის ქმნიდა ქართულ ტერმინოლოგიას ტექნიკურ და სამეცნიერო სფეროებში, რადგან ბევრი ტერმინი არ არსებობდა ქართულად. ეს იყო რთული მუშაობა, რომელიც მოითხოვდა ცოდნას როგორც ქართული, ისე ევროპული ენების. მაგრამ ნიკო იცოდა, რომ ეს იყო აუცილებელი. ქვეყანა, რომელიც არ იცავს თავის ენას, ვერ იცავს თავის მომავალს. 1893 წელს ნიკო ნიკოლაძე დაიწყო მუშაობა კიდევ ერთ მნიშვნელოვან პროექტზე, ქართული უნივერსიტეტის შექმნა. საქართველოს არ ჰქონდა საკუთარი უნივერსიტეტი. ქართველი ახალგაზრდები, რომლებიც უნდა განათლებულიყვნენ, უნდა წასულიყვნენ რუსეთში ან ევროპაში. ეს ნიშნავდა, რომ ბევრი მათგანი არასოდეს ბრუნდებოდა საქართველოში. ისინი რჩებოდნენ იქ, სადაც სწავლობდნენ, რადგან იქ იყო უკეთესი შესაძლებლობები. საქართველო კარგავდა თავის საუკეთესო გონებებს. ნიკო იცოდა, რომ ეს უნდა შეცვლილიყო. საქართველოს სჭირდებოდა საკუთარი უნივერსიტეტი, სადაც ქართველი ახალგაზრდები შეისწავლიდნენ მეცნიერებას, ინჟინერიას, მედიცინას, სამართალს ქართულ ენაზე, ქართულ კონტექსტში. ნიკომ დაიწყო ფონდების შეგროვება უნივერსიტეტის შესაქმნელად. ის მიმართავდა ქართველ ბიზნესმენებს, მდიდარ ოჯახებს, თხოვდა შემოწირულობებს. ის წერდა სტატიებს, სადაც ხსნიდა, რატომ იყო უნივერსიტეტი აუცილებელი ქვეყნის მომავლისთვის. ნელ-ნელა ფული იწყებდა შეგროვებას. ადამიანები იწყებდნენ რწმენას ამ იდეაში. მაგრამ იმპერიის ხელისუფლება არ აინტერესებდა ქართული უნივერსიტეტი. ისინი ხედავდნენ მასში საფრთხეს, ადგილს, სადაც ქართველი ახალგაზრდები შეისწავლიდნენ არა მხოლოდ მეცნიერებას, არამედ ეროვნულ იდეებს. როგორ შეეძლო ნიკოს დაეძლია ეს წინააღმდეგობა? 1894 წლის გაზაფხულზე ნიკო ნიკოლაძე იჯდა თავის კაბინეტში და უყურებდა დოკუმენტს, რომელიც ახლახან მოვიდა პეტერბურგიდან. დოკუმენტი იყო ოფიციალური უარი ქართული უნივერსიტეტის გახსნაზე.
მიზეზი იყო არასაკმარისი საჭიროება და პოტენციური საფრთხე იმპერიის ერთიანობისთვის. ნიკო კითხულობდა ამ სიტყვებს და გრძნობდა, როგორ იზრდებოდა მის შიგნით რაღაც, რაც არ იყო რისხვა, არამედ გაგება. ის ახლა ნათლად ხედავდა, რომ იმპერია არასოდეს არ დაუშვებდა საქართველოს ნამდვილ განვითარებას. რადგან განვითარებული საქართველო ნიშნავდა დამოუკიდებელ საქართველოს. და დამოუკიდებელი საქართველო იყო ის, რისიც იმპერია ყველაზე მეტად ეშინოდა. მაგრამ ნიკო არ იყო ადამიანი, რომელიც ნებდებოდა. თუ ოფიციალური გზა იყო დახურული, ის იპოვიდა არაოფიციალურს. მან დაიწყო საიდუმლო შეხვედრები ქართველ ინტელექტუალებთან, ბიზნესმენებთან, საზოგადო მოღვაწეებთან. ჩვენ შევქმნით უნივერსიტეტს, უთხრა მან მათ, მაგრამ არა როგორც ოფიციალურ ინსტიტუციას. ჩვენ შევქმნით მას როგორც ქსელს მასწავლებლების, სტუდენტების, ლაბორატორიების, ბიბლიოთეკების. ისინი ვერ აკრძალავენ ცოდნას. ეს იყო რადიკალური იდეა. მაგრამ ადამიანები, რომლებიც იჯდნენ იმ ოთახში, იცოდნენ, რომ ნიკო ნიკოლაძე არ საუბრობდა ფუჭად. თუ ის ამბობდა, რომ რაღაც იყო შესაძლებელი, ეს ნიშნავდა, რომ ის იყო შესაძლებელი. იმავე წლის ზაფხულში ნიკო ნიკოლაძემ გახსნა ის, რასაც ის უწოდებდა თავისუფალ აკადემიას. ეს არ იყო შენობა ან ოფიციალური ინსტიტუცია. ეს იყო სერია ლექციების, რომლებიც იმართებოდა კერძო სახლებში, კაფეებში, ბიბლიოთეკებში. ქართველი პროფესორები, რომლებიც მუშაობდნენ რუსულ უნივერსიტეტებში, მოდიოდნენ თბილისში თავიანთ არდადეგებზე და კითხულობდნენ ლექციებს ქართულ ენაზე. ახალგაზრდები იკრიბებოდნენ და ისმენდნენ ლექციებს ფიზიკაზე, ქიმიაზე, მათემატიკაზე, ისტორიაზე, ფილოსოფიაზე. ეს იყო განათლება, რომელიც არ იყო ოფიციალურად აღიარებული, მაგრამ იყო ნამდვილი. ნიკო თავად კითხულობდა ლექციებს ინჟინერიაზე და ეკონომიკაზე. ის უყვებოდა სტუდენტებს თავის გამოცდილებას, თავის პროექტებს, თავის ხედვას საქართველოს მომავლის შესახებ. სტუდენტები უსმენდნენ მას როგორც არა მხოლოდ მასწავლებას, არამედ როგორც მენტორს, როგორც მაგალითს იმისა, თუ რას შეეძლო ქართველმა მიაღწია. 1855 წლისთვის თავისუფალ აკადემიაში სწავლობდა უკვე 200-ზე მეტი სტუდენტი. იმპერიის ხელისუფლება იცოდა ამის შესახებ, მაგრამ ვერაფერს აკეთებდა, რადგან ტექნიკურად ეს არ იყო უკანონო. ეს იყო უბრალოდ კერძო შეხვედრები, სადაც ადამიანები საუბრობდნენ მეცნიერებაზე. მაგრამ ნიკო იცოდა, რომ ეს იყო უფრო მეტი. ეს იყო რევოლუცია განათლებაში, რევოლუცია აზროვნებაში. 1856 წელს ნიკო ნიკოლაძე მიიღო მოულოდნელი სტუმარი, ახალგაზრდა ქართველი ქალი, სახელად ეკატერინე გაბაშვილი. ეკატერინე იყო 30 წლის, განათლებული, ენერგიული. ის იყო ერთ-ერთი პირველი ქართველი ქალი, რომელმაც მიიღო განათლება ევროპაში. ის სწავლობდა მედიცინას შვეიცარიაში და ახლა დაბრუნდა საქართველოში იმ იდეით, რომ გაეხსნა ქალთა სამედიცინო კლინიკა. მაგრამ ის აწყდებოდა იმავე პრობლემებს, რასაც ნიკო აწყდებოდა, ბიუროკრატიას, სკეპტიციზმს, წინააღმდეგობას. ბატონო ნიკოლაძე, უთხრა ეკატერინემ, მე წავიკითხე თქვენი ყველა სტატია ქალთა განათლების შესახებ. თქვენ ხართ ერთადერთი კაცი ამ ქვეყანაში, რომელიც მართლა სწამს, რომ ქალებს შეუძლიათ იგივე, რაც კაცებს. დამეხმარეთ. ნიკო უყურებდა ამ ახალგაზრდა ქალს და ხედავდა მასში იმავე ცეცხლს, რომელიც თავად ჰქონდა ახალგაზრდობაში. ის იცოდა, რომ ეკატერინე იყო მომავალი, სადაც ქართველი ქალები იქნებოდნენ ექიმები, ინჟინრები, მეცნიერები. მე დაგეხმარებით, უთხრა ნიკომ. მაგრამ არა მხოლოდ კლინიკის გახსნაში. ჩვენ შევქმნით რაღაც უფრო დიდს, ქალთა განათლების ცენტრს, სადაც ქართველი ქალები შეისწავლიან მედიცინას, მეცნიერებას, ინჟინერიას. ეს იყო ახალი პროექტი, რომელიც ნიკოს არასოდეს ჰქონდა დაგეგმილი. მაგრამ როცა ის ხედავდა შესაძლებლობას, ის არასოდეს უშვებდა მას. ქალთა განათლების ცენტრის შექმნა იყო კიდევ უფრო რთული, ვიდრე თავისუფალი აკადემიის შექმნა. საზოგადოება არ იყო მზად ამისთვის. ბევრი კაცი, მათ შორის ლიბერალები, რომლებიც მხარს უჭერდნენ რეფორმებს, ფიქრობდნენ, რომ ქალთა განათლება მედიცინასა და მეცნიერებაში იყოს ზედმეტობა. ქალებს სჭირდებათ განათლება, ამბობდნენ ისინი, მაგრამ განათლება ლიტერატურაში, ხელოვნებაში, არა მეცნიერებაში. ნიკო ებრძოდა ამ დამოკიდებულებას. ის წერდა სტატიებს, სადაც მოჰყავდა მაგალითები ევროპიდან, ქალები მეცნიერები, ქალები ექიმები, რომლებიც აკეთებდნენ დიდ აღმოჩენებს. ის ამტკიცებდა, რომ საზოგადოება, რომელიც ზღუდავს ქალების პოტენციალს, ზღუდავს საკუთარ თავს. ნელ-ნელა ის იწყებდა მხარდამჭერების მოპოვებას. 1857 წელს ქალთა განათლების ცენტრი გაიხსნა. პირველ კურსზე ჩაირიცხა 15 ქალი.
ისინი სწავლობდნენ ანატომიას, ფიზიოლოგიას, ქიმიას. ეკატერინე გაბაშვილი იყო მათი მთავარი მასწავლებელი. ნიკო ნიკოლაძე ესწრებოდა ლექციებს და ხედავდა, როგორ ისწავლიდნენ ეს ქალები იმავე გატაცებით, იმავე ინტენსივობით, როგორც ნებისმიერი კაცი. და ის იცოდა, რომ ის მართალი იყო. ქალებს შეეძლოთ ყველაფერი, თუ მათ მიეცემოდათ შესაძლებლობა. მაგრამ ნიკოს პროექტები იწვევდა არა მხოლოდ აღფრთოვანებას, არამედ მტრობას. 1858 წელს დროება კვლავ დაიხურა ცენზურის მიერ. ამჯერად მიზეზი იყო სტატია, სადაც ნიკო აკრიტიკებდა იმპერიის პოლიტიკას კავკასიაში. სტატიაში ის წერდა, რომ იმპერია ეპყრობოდა კავკასიას როგორც კოლონიას, არა როგორც ნაწილს იმპერიისა. რომ ის იღებდა რესურსებს, მაგრამ არაფერს აბრუნებდა. რომ ეს იყო უსამართლო და მოკლე მხედველი. სტატია იყო ძლიერი, კონკრეტული სავსე ფაქტებით. და სწორედ ამიტომ იყო ის საშიში. ცენზურამ არა მხოლოდ დახურა გაზეთი, არამედ დაიწყო გამოძიება ნიკოს წინააღმდეგ. მას ედებოდა ბრალი ანტისახელმწიფოებრივ პროპაგანდაში. ეს იყო სერიოზული ბრალდება, რომელიც შეიძლებოდა დამთავრებულიყო გადასახლებით სიბირში. ნიკოს მეგობრები ურჩევდნენ მას დაეწერა ბოდიში, გაეუქმებინა სტატია, დაპირებოდა, რომ აღარ დაწერდა ასეთ რამეს. მაგრამ ნიკო უარს ამბობდა. თუ მე დავწერ ბოდიშს, ამბობდა ის, მე ვიტყვი, რომ ის, რაც დავწერე, იყო ტყუილი. მაგრამ ეს არ იყო ტყუილი. ეს იყო სიმართლე. და მე არ შემიძლია ბოდიში ვთქვა სიმართლისთვის. როგორ შეეძლო ადამიანს ასეთი სიმტკიცე? რა აძლევდა მას ძალას და ედგა წინააღმდეგ მთელ იმპერიას? გამოძიება გრძელდებოდა რამდენიმე თვე. ამ დროის განმავლობაში ნიკო ნიკოლაძე იყო ფაქტობრივად სახლის პატიმარი. მას არ შეეძლო გასვლა თბილისიდან, არ შეეძლო გაზეთის გამოცემა, არ შეეძლო საჯარო გამოსვლები. მაგრამ ის არ ჩერდებოდა. ის წერდა წიგნს, რომელიც იქნებოდა მისი ცხოვრების მთავარი ნაშრომი. წიგნის სახელწოდება იყო საქართველოს მომავალი. ამ წიგნში ნიკო აჯამებდა ყველაფერს, რაც ის ფიქრობდა, რასაც ის სწამდა. რისთვისაც ის იბრძოდა? ის წერდა იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლებოდა საქართველოს გახდომა თანამედროვე, დემოკრატიული, წარმატებული ქვეყნის. ის წერდა იმის შესახებ, თუ რა რეფორმები იყო საჭირო, ეკონომიკური, სოციალური, პოლიტიკური. ის წერდა იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლებოდა ამ რეფორმების განხორციელება, ნაბიჯ-ნაბიჯ, კონკრეტულად, რეალისტურად. წიგნი იყო არა მხოლოდ ანალიზი, არამედ სახელმძღვანელო მომავალი თაობებისთვის, რომლებიც გააგრძელებდნენ იმ საქმეს, რომელიც ნიკო იწყებდა. 1859 წელს გამოძიება დასრულდა. ნიკო არ დააპატიმრეს, მაგრამ მას აუკრძალეს გაზეთის გამოცემა და საჯარო გამოსვლები. ეს იყო სასჯელი, რომელიც მიზნად ისახავდა მის ჩაჩუმებას. მაგრამ ნიკოს ხმას ვერ ჩააჩუმებდნენ. მისი წიგნის საქართველოს მომავალი გამოიცა იმავე წელს და გახდა სენსაცია. საქართველოს მომავალი იყო წიგნი, რომელიც კითხულობდა ყველა, ახალგაზრდები, ბიზნესმენები, ინტელექტუალები, პოლიტიკოსები. ის იყო წიგნი, რომელიც აძლევდა იმედს. იმედს იმისა, რომ საქართველოს ჰქონდა მომავალი, რომ ეს მომავალი შეიძლებოდა იყო ნათელი, რომ ეს დამოკიდებული იყო ქართველებზე თავად. ნიკო არ წერდა უტოპიურად. ის არ დაპირებოდა, რომ ყველაფერი იქნებოდა მარტივი. ის წერდა, რომ გზა იქნებოდა რთული, რომ იქნებოდა წინააღმდეგობები, რომ იქნებოდა წარუმატებლობები. მაგრამ ის ასევე წერდა, რომ ეს იყო შესაძლებელი. რომ თუ ქართველები იმუშავებდნენ ერთად, თუ ისინი ჰქონდათ ხედვა და მოთმინება, მათ შეეძლოთ ააშენონ ქვეყანა, რომელზეც ამაყობდნენ. წიგნი გავრცელდა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს კავკასიაში. სომხები, აზერბაიჯანელები, ჩრდილო კავკასიელები კითხულობდნენ მას და ხედავდნენ მასში მოდელს საკუთარი ქვეყნებისთვის. ნიკო ნიკოლაძე გახდა არა მხოლოდ ქართული, არამედ კავკასიური რეფორმის სიმბოლო. მაგრამ სიმბოლოდ ყოფნა ასევე ნიშნავდა სამიზნედ ყოფნას. 1850 წელს ნიკო ნიკოლაძე მიიღო საფრთხის შეტყობინება. ინფორმატორმა, რომელიც მუშაობდა პოლიციაში, აცნობა მას, რომ იმპერიის ხელისუფლება გეგმავდა მის დაპატიმრებას და გადასახლებას სიბირში. ბრალდება იქნებოდა სეპარატისტული პროპაგანდა. მტკიცებულება იქნებოდა მისი წიგნის საქართველოს მომავალი. ნიკოს მეგობრები ურჩევდნენ მას გაქცეულიყო, წასულიყო ევროპაში, სადაც ის იქნებოდა უსაფრთხოდ, სადაც ის შეეძლო გაეგრძელებინა თავისი საქმიანობა. მაგრამ ნიკო უარს ამბობდა. თუ მე გავიქცევი, ამბობდა ის, მე ვიტყვი, რომ ის, რისთვისაც მე ვიბრძოდი, არ იყო ღირებული რისკისა.
მე ვიტყვი, რომ საქართველო არ იყო ღირებული იმისა, რომ დარჩენილიყავი. მაგრამ საქართველო არის ღირებული. და მე დავრჩები. ეს იყო არჩევანი, რომელიც შეიძლებოდა ჯდომოდა მას თავისუფლება, შეიძლებოდა ცხოვრება. მაგრამ ეს იყო არჩევანი, რომელიც ნიკო ნიკოლაძე აკეთებდა ყოველთვის, არჩევანი პრინციპების სასარგებლოდ, არჩევანი საქართველოს სასარგებლოდ. დაპატიმრება მოხდა 1850 წლის ნოემბერში. პოლიცია შევიდა ნიკოს სახლში ადრე დილით. ისინი ჩხრეკდნენ მის კაბინეტს, იღებდნენ დოკუმენტებს, წიგნებს, წერილებს. ნიკო უყურებდა მათ მშვიდად. ის იცოდა, რომ ეს მოვიდოდა. როცა ისინი მიიყვანდნენ მას, ის მხოლოდ ერთი რამ თხოვა, ნება მიეცა და ემშვიდობებინა თავისი ოჯახისთვის. პოლიციამ დაუშვა. ნიკო ჩაეხუტა თავის მეუღლეს, თავის შვილებს. არ ინერვიულოთ, უთხრა მან მათ. ეს არის მხოლოდ დროებითი. სიმართლე ყოველთვის იგებს. მაგრამ მისი თვალებში იყო რაღაც, რაც ამბობდა, რომ ის არ იყო დარწმუნებული, რომ ის კვლავ დაბრუნდებოდა. ნიკო ნიკოლაძე წაიყვანეს თბილისის ციხეში. იქ ის დარჩა 6 თვის განმავლობაში, ელოდა სასამართლოს. ამ 6 თვეში მთელი საქართველო საუბრობდა მასზე. ადამიანები აწყობდნენ პროტესტებს, აგროვებდნენ ხელმოწერებს მისი გათავისუფლებისთვის, წერდნენ წერილებს პეტერბურგში. ნიკო ნიკოლაძე გახდა სიმბოლო, სიმბოლო წინააღმდეგობისას, სიმბოლო პრინციპულობისას, სიმბოლო იმისა, რისთვისაც ღირდა ბრძოლა. 1851 წლის მაისში ნიკო ნიკოლაძის სასამართლო პროცესი დაიწყო. სასამართლო დარბაზი იყო სავსე, ჟურნალისტები, ინტელექტუალები, სტუდენტები, უბრალო ადამიანები, რომლებიც უნდათ ენახათ ეს კაცი, რომელიც დაედგა წინააღმდეგ იმპერიას. პროკურორი კითხულობდა ბრალდებას. ნიკო ნიკოლაძე ბრალდებულია ანტისახელმწიფოებრივ პროპაგანდაში, სეპარატისტული იდეების გავრცელებაში, იმპერიის ერთიანობის საფრთხის ქვეშ დაყენებაში. როცა ნიკოს მისცეს სიტყვა, ის წამოდგა და თქვა, მე არ ვარ სეპარატისტი. მე არ მოუწოდებ საქართველოს გამოყოფას იმპერიიდან. მე მოუწოდებ საქართველოს განვითარებას იმპერიის შიგნით. მე მოუწოდებ რეფორმებს, რომლებიც გახდის საქართველოს უფრო ძლიერს, უფრო განვითარებულს, უფრო წარმატებულს. და ძლიერი საქართველო ნიშნავს ძლიერ იმპერიას. როგორ შეიძლება ეს იყოს ანტისახელმწიფოებრივი, ეს იყო არგუმენტი, რომელიც იყო ლოგიკური, რაციონალური. მაგრამ სასამართლო არ აინტერესებდა ლოგიკა. სასამართლოს აინტერესებდა კონტროლი. ნიკო ნიკოლაძე გამოცხადდა დამნაშავედ და მიესაჯა 5 წლით გადასახლება სიბირში. როცა განაჩენი გამოცხადდა, სასამართლო დარბაზში იყო სიჩუმე. შემდეგ ერთმა სტუდენტმა დაიწყო ტაში. შემდეგ კიდევ ერთმა. შემდეგ მთელმა დარბაზმა. ადამიანები ტაშდნენ ნიკო ნიკოლაძეს, კაცს, რომელიც დაისაჯა იმისთვის, რომ ოცნებობდა უკეთეს საქართველოზე. ნიკო ნიკოლაძე გაგზავნეს სიბირში 1851 წლის ივნისში. მგზავრობა გრძელდებოდა 2 თვე, მატარებლით, ურმით, ფეხით. ის მიდიოდა ათასობით კილომეტრს, მიდიოდა იმ ადგილისკენ, სადაც იმპერია აგზავნიდა მათ, ვინც არ ემორჩილებოდა. მაგრამ ნიკო არ იყო მარტო. მასთან ერთად მიდიოდნენ სხვა პოლიტიკური პატიმრები, რუსები, პოლონელები, უკრაინელები, ყველანი, ვინც ოცნებობდა ცვლილებებზე. ისინი საუბრობდნენ ერთმანეთთან, იზიარებდნენ იდეებს, გეგმებს, იმედებს. და ნიკო ხვდებოდა, რომ ის არ იყო მარტო თავის ბრძოლაში. მთელს იმპერიაში იყვნენ ადამიანები, რომლებიც იბრძოდნენ იმავე რამისთვის, თავისუფლებისთვის, სამართლიანობისთვის, უკეთესი მომავლისთვის. სიბირში ნიკო ნიკოლაძე გაატარა 2 წელი. ის მუშაობდა ტყის ჭრაში, ცხოვრობდა ბარაკში, იტანჯებოდა ცივისგან და შიმშილისგან. მაგრამ ის არ კარგავდა იმედს. ის წერდა წერილებს ოჯახისთვის, წერდა ჩანაწერებს თავისი აზრების შესახებ, წერდა გეგმებს იმისთვის, რასაც გააკეთებდა, როცა დაბრუნდებოდა. რადგან ის იცოდა, რომ დაბრუნდებოდა. და როცა დაბრუნდებოდა, ის გააგრძელებდა თავის საქმეს. 1853 წელს ნიკო ნიკოლაძე გათავისუფლდა ვადაზე ადრე. მიზეზი იყო ჯანმრთელობის პრობლემები, სიბირის ცივმა და პირობებმა დააზიანა მისი ჯანმრთელობა. როცა ის დაბრუნდა თბილისში, ის იყო სხვა კაცი, უფრო თხელი, უფრო სუსტი, უფრო მოხუცი. მაგრამ მისი თვალები კვლავ ანთებდა იმავე ცეცხლს. პირველი, რაც მან გააკეთა, იყო ვიზიტი თავისუფალ აკადემიაში. სტუდენტები, რომლებიც იყვნენ იქ, ვერ იტყოდნენ. ისინი უბრალოდ უყურებდნენ ამ კაცს, რომელიც დაბრუნდა სიბირიდან, მაგრამ არ დანებდა. ნიკომ უთხრა მათ, მე ვიყავი იქ, სადაც იმპერია აგზავნის მათ, ვინც ოცნებობს. მაგრამ ოცნება არ კვდება ციხეში.
ოცნება არ კვდება სიბირში. ოცნება კვდება მხოლოდ მაშინ, როცა ჩვენ ვწყვეტთ ბრძოლას. და მე არ ვაპირებ ბრძოლის შეწყვეტას. სტუდენტები დაიწყეს სტაჟში. ისინი ტაშდნენ არა მხოლოდ ნიკოს, არამედ იმას, რასაც ის წარმოადგენდა, იმედს, რომ ცვლილება იყო შესაძლებელი, რომ ბრძოლა იყო ღირებული. ნიკო ნიკოლაძე გააგრძელა თავისი საქმიანობა, მაგრამ ახლა ის იყო უფრო ფრთხილი. ის არ აქვეყნებდა პოლიტიკურ სტატიებს, რომლებიც შეიძლებოდა გამხდარიყო მიზეზი ახალი დაპატიმრებისთვის. ის კონცენტრირდებოდა პრაქტიკულ პროექტებზე, განათლებაზე, ეკონომიკურ განვითარებაზე, ტექნოლოგიებზე. 1854 წელს მან დაიწყო მუშაობა ახალ პროექტზე, ელექტრიფიკაცია. ის ხედავდა, რომ ევროპაში ქალაქები იწყებდნენ ელექტროენერგიის გამოყენებას განათებისთვის, ტრანსპორტისთვის, ინდუსტრიისთვის. ეს იყო რევოლუცია, რომელიც ცვლიდა ყველაფერს. და ნიკო უნდოდა, რომ საქართველო არ ჩამორჩენილიყო ამ რევოლუციას. მან დაიწყო მუშაობა გეგმაზე თბილისის ელექტრიფიკაციისთვის. ეს იყო ტექნიკურად რთული და ძვირი პროექტი. მაგრამ ნიკო იცოდა, რომ ეს იყო აუცილებელი. ელექტროენერგია იყო მომავალი. და საქართველოს სჭირდებოდა მომავალი. რამდენ ადამიანს აქვს ასეთი ხედვა? რამდენ ადამიანს შეუძლია ხედვის რეალობად ქცევა?